ჩვენ ყოველთვის მხოლოდ სამართლებრივად და პოლიტიკურად ვიბრძოდით. ყოველთვის. არასოდეს ჩვენს პოლიტიკურ ძალას არაპოლიტიკური და არასამართლებრივი მეთოდებით არ უბრძოლია და თუ გნებავთ შეადარეთ ჩვენი ბრძოლის მეთოდები იმ ძალების ბრძოლის მეთოდებს, რომელსაც დასავლეთიც და ჩვენი ხელისუფლების და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც ასე აქებენ. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეთოდები ბრძოლისა გაცილებით უფრო ცივილიზებული, გაცილებით დახვეწილი და გაცილებით უფრო რბილია, ვიდრე იმ პოლიტიკური ძალების საბჭყალებში, რომელსაც კარგად თვეების განმავლობაში იგივე დასავლეთიც აღიარებდა როგორც ძალიან, ასე ვთქვათ, პროგრესულ და დასავლური ფასეულობების მეთოდების გამოყენებით მებრძოლ პოლიტიკურ ძალებს. ჩვენ მხოლოდ იმ მეთოდებით ვიბრძოლებთ, რა მეთოდებიც არის ცივილიზებული, რა მეთოდებიც არის პოლიტიკური, ამ მეთოდებს ვიყენებდით ყოველთვის და საჭიროების მიხედვით გამოვიყენებთ ამ მეთოდებსაც. გეტყვით ერთ რამესაც, საქართველოში არის უზარმაზარი შავი ფული, როგორც ნაციონალური მოძრაობისა, ასევე ქართული ოცნების და თქვენ ყველამ კარგად იცით, რა რაოდენობის ფული დარიგდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს და რა რაოდენობის ფული დარიგდა ახლა. მითხარით ჟურნალისტებმა, თუ ეს არ იცით თქვენ, არ გსმენიათ, არ გაგიგიათ და რაიმეს ისეც ვამბობთ, რაც არ საბუთდება თუნდაც თქვენი მეზობლების, თქვენი ახლობლების, თქვენი ნაცნობების და თქვენი მეგობრების გამოკითხვის შედეგად. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ უკიდურესად გაღატაკებული ქვეყნის მოსახლეობის გაჭირვებას ბოროტად იყენებს ხელისუფლება. ასე იყო ნაციონალური მოძრაობა და ეს მახინჯი ტრადიცია გააგრძელა ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ მოუტანს მათ წყალს. ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენი ამორჩევლის, ჩვენი მოსახლეობის მოთმინებას აქვს საზღვარი, ოღონდ როდესაც ეს საზღვარი იკვეთება, მერე უკვე მართველი გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება ხოლმე და ცუდი არ იქნებოდა ქართულ ოცნებას თავისი წინამორბედის შეცდომებზე ესწავლა და იგივე შეცდომების გამეორება არ დაეწყო. ქალბატონი, მომავალ გეგმებთან დაკავშირებით გითხავთ, პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ? პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ხედავთ აქ ჩვენს ერთმუშტად შეკრულ გუნდს, ამ გუნდს ნამდვილად ვერ შეარყევს თუნდაც გუშინდელი აბსოლუტური უსამართლობა და პირიქით გვაძლიერებს მსგავსი დარტყმები, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი შემოგვემატება ჩვენს გუნდში, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ამის ნიშნები უკვე ნამდვილად ჩანს და ჩვენ ძალიან სერიოზულად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის, იმიტომ რომ თქვენს წინაშე არის გუნდი, რომელიც ფიქრობს იმაზე კი არა მხოლოდ რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მერე ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წილები გადაიფორმოს და სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში. თქვენს წინაშე არის გუნდი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ფიქრობს იმ 2.100.000 სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ქართველზე და საქართველოს მოქალაქეზე, რომელსაც დღეს ძალიან დიდი ალბათობით, როცა ამ გადაცემას უყურებს შია, ან წამლის ფული არ აქვს. თქვენს წინაშე არის გუნდი, რომელიც ფიქრობს, როგორ გაიტანოს დიციდან მავთუხლართები და როგორ გაიყვანოს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. თქვენს წინაშე არის გუნდი, რომელიც ფიქრობს, როგორ დავაბრუნოთ მამუკა აჩბა თავის მშობლიურ აფხაზეთში და როგორ დავაბრუნოთ სხვა ადამიანები მათ მშობლიურ ცხინვალში და ცხინვალის რეგიონში. თქვენს წინაშე არის გუნდი, რომელიც არ დაემონება არც ჩრდილოეთს, ან პირდაპირ ვიტყვი, არც მოსკოვს, არც რომელიმე სამხრეთულ დედაქალაქს, არც ვაშინგტონს, არც ბრიუსელს, არც სიდნეის, არც ტოკიოს, არც ერთ დედაქალაქს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, თითოეული თქვენგანის, ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ხალხის ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესები დაფუძნებული ნამდვილად დემოკრატიულ ფასეულობებზე, დაფუძნებული ჩვენს ტრადიციებზე და რა თქმა უნდა ვივლით პროგრესის და განვითარების გზით. ჩვენ ნამდვილად მოვაწესრიგებთ ქვეყანას. ჩვენ ამისთვის გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა, თორემ გარწმუნებთ, სხვა შემთხვევაში შეგვეძლო ბევრად უფრო მშვიდად გაგვეტარებინა ჩვენი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ცხოვრება. კიდევ გავიმეორებ. მეორე ტურში, სადაც მონაწილეობას იღებს ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. ჩვენი ამომრჩევლები, ჩვენი მომხრეები, ჩვენი აქტივისტები მონაწილეობას არ მიიღებენ
იმიტომ რომ ეს არის ფარსი, ეს არის ადამიანების მოტყუება, ეს არის ერთი გუნდი რეალურად, ძირითადად ქართული ოცნების ძირითადი შემადგენლობა, ეს არის რევანშისტულად განწყობილი ქართული ოცნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ფრთას წარმოადგენს. ამიტომ ამ გუნდების ერთმანეთთან გარიგებაში მყოფნის დროს შეჯიბრებაში ჩვენ რა თქმა უნდა მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც მეორე ტური იმართება ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის, ან იმ რაიონებში, სადაც სხვა პოლიტიკური ძალები გარდა ნაციონალური მოძრაობისა გავიდნენ მეორე ტურში და ამ პოლიტიკურ ძალებს ჩვენ და ჩვენი თანამებრძოლები დავუჭერთ მხარს. ფარსზე გამახსენდა. აი ის რაც მოხდა მარნეულის რაიონში. სირცხვილი არ არის. ჩვენ თელმა საქართველოს თავმოყარეობა ხომ არ დავკარგეთ. ნამდვილად არ დაგვიკარგია. მარნეულში ჯერ გამოგვიცხადა ქართულმა ოცნებამ, რომ კანდიდატი მოხსნა. მერე ამ კანდიდატმა გამოაცხადა, რომ მას არ აინტერესებს ქართული ოცნების მთავარ საბჭოზე რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ის კანდიდატურას არ ხსნის. მესამე დღეს მან განაცხადა, რომ მაინც მოხსნის კანდიდატურას და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. დღეს ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ არჩევნებში მოხსნილი კანდიდატურა, რომელმაც მიიღო ხმების გარკვეული რაოდენობა და გავიდა მართლაც პირველ ტურში, დარჩება სიაში, იმიტომ რომ ხალხის ნებას ხომ პატივი უნდა სცენ. ეს ხომ იყო გათამაშებული სცენარი იმისათვის, რომ არ გასულიყო ჩვენი კანდიდატურა არც მეორე ტურში ქართულ ოცნებასთან და არც თუნდაც ქართული ოცნების კანდიდატის მოხსნის შემდეგ არ ყოფილიყო მეორე ტური ნაციონალური მოძრაობისა და ჩვენი პარტიის კანდიდატ შორის. მე მესმის რომ თქვენ ძალიან გამოუცდელები ხართ ბატონებო ქართული ოცნების წარმომადგენლები პოლიტიკაში და გონიათ რომ თქვენ რომ რაღაცა გაიფიქრეთ და მოიფიქრეთ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ ეს პოლიტიკაში გამოწრთობილ ადამიანებს ნანახი აქვთ. და ბევრი რამ დავიწყებულიც აქვს. ასე რომ ასე ადვილი ხალხის მოტყუება ნამდვილად არ არის. ეს არის საბავშვო ბაღი, ეს არის ქვეყნის მასხრა დაგდება და ქვეყანა თანდათან ემსგავსება ცირკს, ოღონდ ეს ცირკი შეიძლება სატირალი გაგვიხდეს, თუ ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებას ჩვენი პოლიტიკური ძალა არ შეუშლის ხელს, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, გარწმუნებთ და ხელისუფლებაში მოვალთ კომპეტენტური, წესიერი და ქვეყნისათვის თავდადებული ძალა, რომელიც ნამდვილად მოაწესრიგებს საზღვრებსაც, მოაწესრიგებს ქვეყნის შიგნით პრობლემებსაც, მოაწესრიგებს მეზობლებთან ურთიერთობასაც და აღარასოდეს აღარ აკადრებს ხალხს, არც მათი ხმის ყიდვას და არც მათი ხმის გაყალბებას. ამას ნამდვილად გპირდებით და ამას აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ ცოტა გვიგვიანდება ხოლმე ჩვენი დაპირებების შესრულება, იმიტომ რომ ყველა ჩვენ გვებრძვის, როგორც წესი, ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, მაგრამ სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ამიტომ ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ.